მითია თუ რეალობა ცხიმის წვა ხდება სხეულის იმ ზონებში, რომელსაც ვავარჯიშებთ? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ფიტნესში. რა თქმა უნდა, არა. ცხიმის წვა არ ხდება სხეულის იმ ზონებში, რომელსაც ვავარჯიშებთ. ეს იქნება მუცელი, გვერდები, წვივები თუ სხვა რომელიმე ზონა. რატომ? რადგან ცხიმის წვა არის სისტემური პროცესი, რომელსაც განსაზღვრავს ჩვენი ჰორმონები და ის ვართ თუ არა კალორიულ დეფიციტში. ანუ ხარჯავთ თუ არა იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ვიღებთ საკვებიდან. თუ ჩვენ ვართ კალორიულ დეფიციტში, სხეული დაიწყებს ცხიმის წვას, თუმცა რა ზონებიდან დაიწყება ცხიმის კლება, ეს დამოკიდებულია ჩვენს გენეტიკაზე. და რა უნდა გავაკეთოთ მუცლის ცხიმის დასაწვავად? როგორც აღვნიშნე, პირველი ეს არის კალორიული დეფიციტი, მეორე კარდიო ვარჯიშები, რომელიც დაგვეხმარება დავხარჯოთ მეტი კალორია, მესამე წონებით ვარჯიში დაგვეხმარება გავზარდოთ კუნთის მასა და ავაჩქაროთ მეტაბოლიზმი, მეოთხე ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით და მეხუთე სრულფასოვანი ძილი. ასეთი გეგმით ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს, რომელიც იქნება ხანგრძლივი და სტაბილური.